გამარჯობა. მოკლედ ეს ვიდეო რომ არ ჩამეწერა რაღაც ცუდი შეგრძნება და მეუფლებოდა, თავს ვალდებულად ვგრძნობ უბრალოდ რომ ეს პაკეტი ასე ვიდეოთი გავხსნა და პირველი შთაბეჭდილება უნდა დავაფიქსირო აუცილებლად ჩემი დიდი ხნის ოცნება და რაღაც 3 თვის და 4 თვე შეიძლება იყოს 4 თვიანი ბრძოლის შემდეგ როგორც იქნა გამოვიწერე სუნამო, ანუ დიდი ხანია გამოწერილია, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო დაგვიანდა მოსვლა, არ არის ესეთი ადვილი, არც მარტო ფინანსები არ არის პრობლემა, იყო რაღაც ასე თუ ისე შეფერხებები და როგორც იქნა დღეს მოაღწია პაკეტმა და ამიტომ მინდა გავხსნა, დავაფიქსირო ჩემი პირველი შეხედულება ასე ვთქვათ და რეაქცია მე თვითონ მაინტერესებს ძალიან რა გამოვა. აღწერას ესე და დეტალურად რა თქმა უნდა ვერ დავდებ ჯერჯერობით. პირველ რეაქციას რა თქმა უნდა გაგიზიარებთ. თუმცა ასე და ტესტვის გარეშე ცოტა გამიჭირდება. დრო უნდა ყოველ შემთხვევაში მაინც. შეფუთულია, საკმაოდ თხოვე რომ ძალიან კარგად შეიფუთა გამომგზავნს, რომ ცოტა არაფერი არ მომხდარიყო გზაში. აღარ მოვიშოროთ, მე ავალაგებ. ასეთ დამცავში დევს. როგორც იქნა მოვიდა, ძალიან მასიური შეფუთვა აქვს. შეიძლება ვიღაც მოიშალოს რას ელოლიავებიო, მაგრამ ზოგადად მარტო ამ სუნამოზე არ არის ლაპარაკი, ზოგადად ყველა ცელოფანს ვინახავ. ანუ არ ვაფუჭებ, მე უკან ვსვავ კუთებში და ამას მით უმეტეს მინდა რომ თავის შეფუთვა ქონდეს, ტვისგან დაცვა, რა ვიცი, უფრო მიმაჩნია რომ ესე უფრო სწორია. ესეთი კარტა გვიდევს. წარწერებით მადლობა ისეს. ამ კუცოც გვერდზე გადავდებ ჯერჯერობით, არ დაგჭირდება. ასე გამოიყურება. უკნიდანაც ესეთ კარადასავით არის, ქვემოდან რბილი რაღაც ქსოვილი აკრია, ესე არ დაიხაზოს, დაიკაწროს ხუთი ალბათ. ასე იხსნება. აქ რა ბოქსში არ ვიცი. ესეთი თავსახურები, არ ვიცი რატომ მოყოლეს ამდენი. იყოს მადლობა როჟას. და ესეთი ლამაზი ფლაკონი. არსად არ დამიტესტავს სიმართლე რომ გითხრათ, არ მჭერია ხელში. მაგრამ აი სასწაულია. სილამაზე ყოველ შემთხვევაში. ხუთი წუთი უკვე გავიდა, რაც ამ unboxing-ს ვაკეთებ.
ანუ რაც ჯერჯერობით არ ვიცი, რა თქმა უნდა, როგორი არომატია, დაახლოებით წარმომიდგენია დიაგილევს უნდა გავდეს, ხალხი ამბობს, რაღაც უნდა მიაგავდეს, რა თქმა უნდა, როჟა, თუმცა ეს ბევრად მაღალ დონეზე უნდა იყოს. 24 კარატიანი ეს გოლდი თუ რაც ქვია, ოქრო ქართულად ბოდიში. გოლდი ახლა ცოტა უცხოურ იმაზე წავედი. 24 კარატიანი ეს ფერფლია თუ როგორ არის, რა ვიცი ხა. ნამტრევები არ არის რა. როგორი თქმის, არ ვიცი. რაღაც ოქროს ფერფლი, ასე ვთქვათ რა, შიგნით. ახლა დავტესტავ. რა თქმა უნდა, აღწერას როგორც თქვი, ვერ გავაკეთებ ჯერჯერობით, ჯერ ერთ პირველად შთაბეჭდილება ვნახოთ. თითო მიპყურება სადღაც 10-15 ლარია მგონი. მოკლედ ხო რაღაცნაირი აშკარად ეთყობა რომ როჟა მივამსგავსებდი უფრო ასე ვთქვათ დიაგილევს ცოტა წააგავს ჩემთვის უფრო ენიგმას წააგავს ენიგმას პარფიუმს ეს რა თქმა უნდა პირველი ნოტებია ახლა შემდეგ როგორ შეიძლება ნამდვილად არ ვიცი მოკლედ სავარაუდოდ საკმარისი იქნება ჯერჯერობით ეს ვიდეო და შემდეგ დაწვრილებით აღწერას დავდებ ამ დღეებში დანარჩენს მოკლედ გაგაცნობთ რა შეიძლება როგორ შეიძლება დროთა განმავლობაში ეს უნამო ზოგადად როგორც ვიცი ასეთი შეფუთვით ანუ უფრო განახლებული ფლაკონებით უნდა გამოვიდეს რამდენად უკეთესი არ ვიცი სავარაუდოდ ეს კიდევ უფრო გაძვირდება თუ ანუ ფასი ახლა არ ვიცი არ დავიწყებ ამ ვიდეოში არ არის მიზანშეწონილი ვინც დაინტერესებული იქნება რა თქმა უნდა თვითონ მოიძიებს ნახავს და მადლობა ყურადღებისთვის ყოველ შემთხვევაში ეს იყო პირველადი შთაბეჭდილება ანუ რახან ახლა არააქვთოვანდი არ გავგიჟდი ამ ვიდეოს იმიტომ არ წერო ხალხი ესე გადავრიო გავაგიჟო ძალიან მომეწონა ძალიან დადებითია ემოცია თუმცა შემდეგ დავტესტავ და ნახოთ როგორი იქნება გაამართლებს თუ არა ამ თავის ღირებულებას თავის პასტა ანუ ცოტა რთულია ახლა ესე თქვა რომ ადამიანმა ამდენი თანხა გადაიხადოს სუნამოში და რა უნდა შეძლოს ხო სუნამომ ჭრილობას არ მოგიშუშებს და მანქანა არ ჩამოვარდება ციდან და ფერარს არ დაგიყენებს რა თქმა უნდა მაგრამ მარტო უკვე ამ სუნამოზე არომატზეც აღარ არის ლაპარაკი არის უფრო ასე ვთქვათ რაღაცა სხვას უსვამს ხას ეს სუნამო უფრო ესე ეს რო გაქვს უკვე რაღაცას ნიშნავს რა მოკლედ უბრალოდ სუნამო არ არის ასე თუნდაც ეს ფლაკონიც ამაზე მეტყველებს სილამაზე რა ვიცი ყველაფერი რაღაც ერთი დონით მაღლა დგას სხვა ასე ვთქვათ ნიშეზე და ძვირიან თუნდაც როჟა იყოს თუნდაც კლავი კრისტიანი აქ უკვე ადამიანი ამას არ უნდა ყიდულობდეს იმიტომ რომ კარგი არომატი ჭირდება მე ასე ვფიქრობ ანუ ესეთ უაზრო თანხას არ უნდა იხდიდეს მხოლოდ იმიტომ რომ კარგი შეიძლება ადამიანი ქუჩაში რო გავაჩერო ეს რო შეადარებინო გითხრას რომ საერთოდ არ მოსწონს ამას რა გასხამს და მაგრამ ეხა ფსიქოლოგიურია ხალხმა რო იცის თუ ეტყვი რომ ეს და ესე ღირს ეს სუნამო შეიძლება მე 10-დან 9 გითხრას რომ აუ რა მაგარია ამიტომაც მომეწონა სიმართლე გითხრათ კარგია დადებითად შევაფასებდი და შემდეგ უკვე დეტალურად ვნახოთ მართლა სასწაულია თუ არა ამას რა თქმა უნდა პირველ შთაბეჭდილებაში ვერ გადმოვცემ ამიტომაც დროებით მომავალ შეხვედრამდე